ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ორმაგი სტანდარტი შიდა პოლიტიკური ჩარევა, რომელიც დასაშვებია საქართველოში, მაგრამ მიუღებელია, როცა საქმე თავად ბრიუსელს ეხება. მმართველი გუნდი ევრობიუროკრატების უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პირველი პირები შტატებს თავდასხმებსა და შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. კაია კალასი აცხადებს, რომ ევროპასაც შეუძლია მიუთითოს ამერიკას ბევრ არასწორ რამეზე, მაგრამ ისინი არ აპირებენ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაზე საუბრობს ანტონიო კოშტაც. თბილისში აცხადებენ, რომ ბრიუსელი ახლა თავად არის შეწუხებული იმით, რასაც საკმაოდ უხეში ფორმით ცდილობს საქართველოს შემთხვევაში. პოლიტიკურ შეფასებებს ამ თემაზე ანუკა ბუავა გაგვაცნობს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ანუკა. ვიდრე პოლიტიკურ შეფასებებს გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პირველი პირების განცხადებებთან და ერთგვარ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიწვია ამერიკის სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელშიც გაკრიტიკებული არის ევროკავშირის პოლიტიკა. როგორც ანტონიო კოშტა, ასევე კაია კალასი პირდაპირ ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ქვეყნის შიდა საქმეებში და შიდა პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა ერთია სიტყვა და მეორე საქმე, ვინაიდან ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას და მუდმივად მხარს უჭერენ ერთის მხრივ ოპოზიციას, მეორეს მხრივ კი არასამთავრობო სექტორს. ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ მათ შორის სლოვენიელი ევროკომისრის მარტაკოსის განცხადებაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით და რომელიც პირდაპირ ამბობდა იმასაც, რომ ევროკავშირი გაუორმაგებს არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსებას და ახლა მუშაობენ ბრიუსელში სწორედ იმ გზებზე, თუ როგორ შეასრულონ ფინანსური ტრანზაქციები ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება უსაფრთხოების სტრატეგიას, ჩვენ გვესმის ახლა ბრიუსელიდან შეფასებები და კრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით, რომელსაც ადანაშაულებენ პირდაპირ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ამბობენ იმასაც, რომ ეს არის ერთგვარი პროვოკაციული დოკუმენტი, საუბარი არის შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე და ამბობენ იმასაც, რომ ეს დოკუმენტი შემუშავებულია იმისთვის, რომ ევროკავშირის რეაგირება გამოიწვიოს. ჩვენს შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ჩვენ ასე არ მუშაობთ. არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმებს ევროპულ გზასა და სტრატეგიაზე, ვფიქრობ, ჩვენ უფრო თვით დაჯერებული უნდა ვიყოთ, რადგან ყველა ის საკითხი, რასაც ევროპის შესახებ კითხულობთ, არ არის სიმართლე. მეჩვენება, რომ ეს არის შექმნილი პროვოკაციისთვის, რათა ჩვენ რეაგირება მოვახდინოთ. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები ვართ და მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ ისე, როგორც მოქმედებენ მოკავშირეები. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა ჩავერიოთ ჩვენი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელების არჩევანს და მათაც პატივი უნდა სცენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ეს არიან სწორედ ის ევროპელი პოლიტიკოსები, ვინც უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, თუ რას ეფუძნება მათი კრიტიკა და მათ შორის არც ერთი არგუმენტი. შესაბამისად, სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს ახლა ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ერთის მხრივ ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია და შესაბამისად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა მეორეს მხრივ საქართველოს შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებულად მოქმედებენ, მაშინ როდესაც ისინი იგივე ანტისამთავრობო აქციებზე აგზავნიან საგარეო საქმეთა მინისტრებს, როგორც ამას მმართველ გუნდში ამბობენ, ასევე ერევიან უხეშად ქვეყნის მართლმსაჯულებაში, ასევე საკანონმდებლო საქმიანობაში და მუდმივად აფიქსირებენ მწვავე პოზიციებს ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია რეალურად აღწერს იმ პრობლემებს და საუბრობს იმ არგუმენტებზეც, რომელსაც ეფუძნება ზოგადად ევროკავშირის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა მეორეს მხრივ ბრიუსელის დამოკიდებულებაში არსად ჩანს ის არგუმენტები, რის გამოც თუნდაც საქართველო მუდმივი თავდასხმის ობიექტია. აღშფოთს და ევრობიუროკრატია, ვხედავთ ქალბატონი კალასი, ქალბატონი ბატონი კოშტა, როგორ კომენტარებს აკეთებენ, თურმე როგორ შეიძლება
ევროკავშირის შიდა საქმეებში ჩარევა. მაშინ, როდესაც შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, ზუსტად ეს აქტორები და დანარჩენი ევრობიუროკრატიის ძალიან დიდი ნაწილი ძალიან უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ჩვენს მართლმსაჯულებაში, ჩვენს საარჩევნო პროცესში, ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში, იმ კანონების მიღებასთან დაკავშირებით აკეთებენ კომენტარებს, რასაც პარლამენტი ვიღებთ, მას შემდეგ რაც რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობის სრული ლეგიტიმაცია გვაქვს. აგზავნიან ანტისამთავრობო მიტინგებზე თავიანთი საგარეო საქმეთა მინისტრებს და შესაბამისად ძალიან კარგია რომ ეს ყველაფერი მათ მოუბრუნდათ და ეხლა იქნებ დაფიქრდნენ იმასთან დაკავშირებით თუ როგორი ასე ვთქვათ დისკომფორტი არის, როდესაც ვიღაცა გარედან რაღაცას მიგითითებს. მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ ხას უსვამ, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასახა თავის სტრატეგიაში, ეს ეფუძნება რეალობას, იმისგან განსხვავებით, რასაც ევრობიუროკრატები საქართველოს მისამართით აკეთებენ და ჩვენი ხელისუფლების მისამართით, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლო რაღაცა ბრალდებები მოდის მაღალი ტრიბუნებიდან და იმის ღირსადაც არ ვთვლიან, რომ რაღაცა არგუმენტები მოაყოლონ შემდეგ ამ ყველაფერს. სამწუხაროდ ის უპატივცემულო აბსოლუტურად დამოკიდებულება, ზღვარს გადასული აგრესიით გამსჭვალული დამოკიდებულება, რომელიც ევროჩინოსთან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის მიმართ ჰქონდათ, კიდევ ერთხელ შიშულდება ეს კავშირის პოლიტიკა, მაშინ, როდესაც ხდება შეერთებული შტატებიდან მითითება იმაზე ევროკავშირისადმი, რომ არ შეიძლება სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა, რომ ევროკავშირი მიემართება მის საკუთარი მდარე პოლიტიკიდან გამომდინარე დეგრადაციის. რა თქმა უნდა, სახელმწიფოები ერთმანეთის საქმეებში ჯავნერეოდნენ და პატივს ცემდნენ ქვეყნების სუვერენიტეტს, თუმცა ერთია სიტყვაზე ნათქვამი, რაც ჩვენ მოვისმინეთ კაპიტან კალასის მხრიდან, მაგრამ საქმეზე აბსოლუტურად სხვა რამეს ვაწყდებით და ვხედავთ, როდესაც ჩვენს ქვეყანას არაფრად აგდებენ ევროჩინოვნიკები და ისე ძალიან უხეშად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის საქმეებში, შიდა საქმეებში ჩარევას, თუმცა შეერთებულ შტატებთან მიმართებით აბსოლუტურად სხვა რამეს აცხადებენ, თითქოს ჩაურევლობა არის პრინციპი მოკავშირეობის. ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კრიტიკა კაია კალასმა და ანტონიო კოშტამ მას შემდეგ გამოხატეს და გამოთქვეს, რაც ქვეყნის შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მწვავედ იქნა გაკრიტიკებული ევროკავშირის პოლიტიკა და მეორეს მხრივ ისინი გამოეხმაურნენ თავად დონალდ ტრამპის განცხადებებსაც, რომელიც ასევე მწვავე არის ევროკავშირის და ზოგადად ბრიუსელის ბიუროკრატიის მისამართით. მადლობა ანუკა ბუავა საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ევროპელი ლიდერები უნდა იყვნენ შეშფოთებულები იმით, რასაც საკუთარ ქვეყნებს უშვებიან. ტრამპის კრიტიკას ევროკავშირის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპოიშვილის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი ამერიკაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებზეც ბრიუსელს ქართული მხარე დიდი ხანია მიუთითებს. სპიკერი აზიარებს ტრამპის კიდევ ერთ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საშინელებაა ის, რაც ევროპას ემართება და ეს საფრთხეს უქმნის ისეთ ევროპას, როგორსაც ვიცნობთ. მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი ამერიკაც საუბრობს. ეს აღარ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება, ეს უკვე დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს, მოაგვაროს თავს დამტყდარი და სულ უფრო მზარდი სისტემური და ღრმა პოლიტიკური კრიზისი. ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა. იქ სადაც იკარგება ეკონომიკური სტაბილურობა, ნადგურდება კულტურული იდენტობა და ეჭქვეშ დგება ევროპული იდეის ღირებულებითი საფუძველი. ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას. აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არსებული მიდგომების გადახედვა. ზელენსკი არჩევნებს დათანხმდა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის მიუხედავად მზად არის არჩევნებისთვის. დასახელდა ვადებიც 2-3 თვე. მან მოუწოდა შტატებს ევროპასთან ერთად უზრუნველყოს კენჭისყრის უსაფრთხოება. ტრამპი ზელენსკისგან სამშვიდობო შეთანხმებაზე პასუხს შობამდე ელოდება. Financial Times-ი წერს, რომ გეგმა, რომელიც მოსკოვისთვის ნაწილობრივ მისაღებია, კიევისგან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას ითვალისწინებს, სანაცვლოდ ომში მყოფი ქვეყნისთვის უსაფრთხოების ბუნდოვანი გარანტიებია შეთავაზებული. ზელენსკიმ საუბრა ნატოზეც და თქვა, რომ არც ამერიკაში და არც კიდევ რამდენიმე ქვეყანაში კიევს ალიანსში ჯერჯერობით ვერ ხედავენ. ლუკა ჩანგელია გვიყვება დეტალებს, ლუკა ეთერში ხარ.
თამარ, შენს მიერ ჩამოთვლილ თემებზე ვრცელი ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დღეს საერთაშორისო გამოცემა როიტერმა გაავრცელა ჟურნალისტთან. სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ უკრაინაში არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ ომში მყოფი ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტი და მათი სუვერენული უფლებაა, ხოლო ბოლოს თავისი აზრის საწინააღმდეგოდ დაასრულა იმით, რომ ეთანხმება ტრამპის ულტიმატუმს და უახლოეს 2-3 თვეში ის არჩევნები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები კიევისგან მოითხოვს, აუცილებლად ჩატარდება. ახლა მთავარი კითხვაა, რას აძლევს აღნიშნული პროცესი ოფიციალურ ვაშინგტონს. სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემები წერენ და იტყობინებიან, რომ სწორედ ამ არჩევნების საშუალებით აპირებს დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებას, რადგანაც მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიალოგის ალტერნატივა აღარ არსებობს. ამის პარალელურად ასევე ვრცელდება ინფორმაციებიც, რომ მთავარი საკითხები, რაზე დაყრდნობითაც ახლა შეერთებული შტატები ახალ არჩევნებს მოითხოვს უკრაინაში, არის ის კორუფციული სკანდალი, რომელიც ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში ომში მყოფ ქვეყანაში ტრიალებს. თავად ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ის ძალაუფლებას ჩაჭიდებული არ არის და თუ ომს დაასრულებს მისი ხელისუფლების სახლში წასვლა, მაშინ ის ამას აუცილებლად გააკეთებს. თუ დაისმება საკითხი, რომ ჩვენ ან პირადად მე ვეჭიდებით ძალაუფლებას და ამიტომ არ მთავრდება ომი, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური ამბავი. მზად ვარ არჩევნებისთვის. უფრო მეტიც, მე ახლა ვთხოვ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ დამეხმაროს, მათ შორის ევროპელ კოლეგებთან ერთად არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მომდევნო 60-90 დღეში კი უკრაინა მზად იქნება არჩევნების ჩასატარებლად. მაქვს ამისთვის ნება და მზადყოფნა. ველოდები წინადადებებს ჩემი პარტნიორებისგან, ველოდები წინადადებებს ჩვენი დეპუტატებისგან. მზად ვარ არჩევნებზე წასასვლელად. რაც შეეხება Financial Times-ის სტატიას, გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჯარედ კუშტერმა და სტივ ვიტკოფმა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ზეწოლა მოახდინეს ვოლოდიმირ ზელენსკიზე და მას ახლა რამდენიმე დღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ დათანხმდეს ტრამპის სამშვიდობო გეგმას, რომელიც კიევს აიძულოს დათმოს ოკუპირებული ტერიტორიები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეტიც. ამავდროულად ამავე სტატიაში არის ნათქვამი ისიც, რომ უკრაინა კონკრეტულ უსაფრთხოების გარანტიებს მაინც ვერ მიიღებს, თუმცა ამის მიუხედავად შტატებს აქვს სურვილი, რომ შობამდე კათოლიკურ შობამდე, ანუ 25 დეკემბრამდე აღნიშნული ომი, რომელიც 3 წლის განმავლობაში გრძელდება, დასრულდეს. ევროპასთან მიმართებით თავის დამოკიდებულებებზე და უკრაინის ომზე არაერთხელ ისაუბრა დონალდ ტრამპმა, მან გუშინაც მედიასთან საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე. ის ფიქრობს, რომ ახლა ევროკავშირი კარგავს მის სახესა და ღირებულებებს, სწორედ ამიტომ თითოეულ ლიდერს ევროპიდან მოუწოდებს, რომ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ ომი უკრაინაში, რის შემდეგაც უკვე გაგრძელდება იმ სხვა საკითხებზე მოლაპარაკება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის როგორც სტრატეგიული პარტნიორისთვის არის პრიორიტეტული. ჩვენ ახლა ვყიდით აღჭურვილობას ნატოზე და ნატო ამას აძლევს უკრაინას. მათ შეუძლიათ ეს სხვებსაც მისცენ, მაგრამ უმეტეს ნაწილს აძლევენ უკრაინას. ჩვენ არ ვხარჯავთ ფულს. ეს ომი არასდროს მოხდებოდა არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ. მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა. ასევე მინდა ვთქვა, ევროპა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. ჩვენ გვინდა რომ ევროპა ევროპად დარჩეს. ის ცუდი მიმართულებით მიდის. არ გვინდა რომ კონტინენტი ასე მკვეთრად შეიცვალოს. უკრაინაში არჩევნები აუცილებლად რომ უნდა ჩატარდეს, ეს დონალდ ტრამპმა გამოცემა პოლიტიკოსთან ინტერვიუს დროს აღნიშნა. დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანხმობა აღუთქვა ამ იდეას და აღნიშნა ისიც, რომ ის ახლა ევროპისგან და ვაშინგტონისგან დახმარებას ელოდება ხმის მიცემის უფლების უსაფრთხოების დასაცველად. მადლობა ლუკა ჩანგელია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ამერიკის კონგრესში ნატოდან გასვლის კანონპროექტი წარადგინეს. ავტორი არის ტომას მასი, წარმომადგენელთა პალატის წევრი კენტუკიდან. დოკუმენტი, რომელიც არასანდო ორგანიზაციის და ნატოს აქტის სახელით არის ცნობილი, ამტკიცებს, რომ ნატომ აქტუალობა დაკარგა და მისი წევრობა არ შედის შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში. თავად ამერიკელი კანონმდებელი ამბობს, რომ შტატებმა ალიანსი უნდა დატოვოს, თანხმი, რომელიც ნატოსთვის იხარჯება არა სოციალისტური ქვეყნებისთვის, არამედ ამერიკისთვის უნდა დაიხარჯოს. ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიშალა, განაცხადა კონგრესმენმა. მისივე თქმით, ნატოს წევრობა ამერიკის გადასახადის გადამხდელებს ტრილიონობით დოლარი დაუჯდა. კვლავაც არსებობს ამერიკის საგარეო ომებში ჩართვის რისკი. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ვაშინგტონის მუდმივ მონაწილეობას საგარეო კონფლიქტებში. შტატები კი არ არის ვალდებული უზრუნველყოს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება.
ქვეყნის პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. დეპუტატებს კენჭისყრამდე მთავარ საფინანსო დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი წარუდგენს. პროექტში რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. მისი ჯამური ოდენობა 36 მილიარდ 300 მილიონია. მომავალი წლიდან იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ანაზღაურებაც. პროექტში გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა სხვადასხვა სამინისტროსთვის, მათ შორის ძალოვანი უწყებებისთვის. ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტი ერთად აღებული მატულობს 3 მილიარდ 800 მილიონი და ხდება 36 მილიარდ 300 მილიონი ხარჯვითი ნაწილი, სახელმწიფო ბიუჯეტი მატულობს 3 მილიარდით და ხდება თითქმის 31 მილიარდი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატულობს პენსიები, ხელფასები, ჯანდაცვის პროგრამები, პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ემატება თანხები. ამასთან აი ბოლო ვარიანტში სახელმწიფო ბიუჯეტს 400 მილიონზე მეტი დაემატა. იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით გავიდა ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. ინიციატივის მიხედვით სატრანსპორტო გზის მსგავსად დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც, თუ ამას შეკრების მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. აქციის ორგანიზატორი იქნება ვალდებული გააფრთხილოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც თავის მხრივ ექნება უფლება ორგანიზატორებს შეეცვლევინოს ადგილი, თუ ეს გარკვეულ საფრთხეს ქმნის. პარლამენტი კანონს ხვალ დაამტკიცებს. იქ სადაც კანონმდებელმა გაითვალისწინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჭრილში, მაგალითად ქუჩის, ტროტუარის და ასე შემდეგ გადაკეტვის შესაძლებლობა, აქ სწორედ პროტესტანტების რაოდენობაზე არის ცხადია ყურადღება გამახვილებული და თუ კი ეს რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომ იყოს შევსებული ესა თუ ის ტერიტორია, ცხადია, რომ ასეთი შეფერხება და ქუჩისა თუ ტროტუარის გადაკეტვა არის უკანონო იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ხელს უშლის სხვა მოქალაქეებს საკუთარი უფლებების რეალიზებაში. მცირე რაოდენობა ადამიანებისა არ უნდა უშლიდნენ ხელს მარცხწესრიგის დარღვევას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველოს ევროპის საუკეთესო 20-ში ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. 10 ბალიანი სისტემით საქართველოს 6.5 ქულა დაიმსახურა და ლიეტუვასთან და პორტუგალიასთან ერთად თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო 20-ში მე-16 პოზიციაზეა. უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს. კვლევა ევროკავშირის დაკვეთით მომზადდა. საქართველოს ყოველთვის არის მოწინავე პოზიციაზე, ყოველთვის უსწრებს დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს და ძალიან ხშირ შემთხვევაში უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებსაც, ხომ? როდესაც ეს ყველაფერი ფაქტებზე არის დაფუძნებული, იგივე მართლმსაჯულების კუთხით რომ ვთქვათ, და ამის ძალიან კარგი მაგალითია, რამდენი საქმე წაიღეს სტრასბურგის სასამართლოში, თითქოს და პოლიტიკური დიალოგი, რასაც ჰქონდა მიკერებული, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ჩვენ გავიმარჯვეთ და სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა ის, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ინდექსის მოწინავე პოზიციები ჩვენ არ გვიგვირს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო პოლიციამ თბილისში. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა რეალიზაციის მიზნით მეთადონი დედაქალაქში 25 ადგილზე განათავსა. მითითებული ტერიტორიებიდან ამოღებულია 77 შეკრა დაფასოვებული ნარკოტიკი. $300,000 ლარამდე თანხის თაღლითურა დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 ფიზიკური და 1 იურიდიული პირის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულებმა დააფუძნეს საწარმო და ფიქტიური გადახდებით ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების თანხას დაეუფლნენ. საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. 2024 წელს საწარმოს პოსტტერმინალზე ბრალდებულებმა მათ სარგებლობაში არსებული ქართული და უცხოური ბანკების ბარათებით საქონლის შესყიდვის მრავალჯერადი ფიქტიური გადახდები განახორციელეს. კომპანიის ანგარიშზე ნაშთის არარსებობის პირობებში მათ გააუქმეს ბარათებიდან თანხის ჩამოჭრის ოპერაციები, რა გზითაც მოტყუები დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ 287,211 ლარს. შემდგომში ფულის გათეთრების მიზნით ბანკისგან მოტყუები დაუფლებული და ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები დანაწევრებით გადატანილი იქნა ბრალდებულების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რომელთა ნაწილი მიმართული იქნა კრიპტოვალუტის შესაძენად, ხოლო ნაწილი განახლდა და განაწილდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის.
სადღაც სამსახურმა ახმეტაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინა. აღმოჩენილია 18 კუბურ მეტრამდე ხის მასალა. საამქრო დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული ნედლეული საქმიან ეზოში გადაიტანეს. დაურეგისტრირებელი სახერხის საამქრო დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი გადატანილი ახმეტის სადღე უბნის საქმიან ეზოში. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. ბათუმის მასშტაბით უნებართო კონსტრუქციების დემონტაჟი გრძელდება. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სანაპირო ზოლზე უნებართოდ განთავსებული კაფე-ბარებისა და სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა. პროცესი ეტაპობრივად ქალაქის ყველა ადგილს მოიცავს. სადემონტაჟო სამუშაოები ჩატარდა ბათუმის ბულვარში, ცენტრალურ პარკში და გონიოს ტერიტორიაზე. დღეს მომართვის საფუძველზე დემონტაჟს უკეთებთ უსახურა და უნებართოდ მიტოვებულ კაფე-ბარებს ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ. სადემონტაჟო სამუშაოები ჩატარდება და გაგრძელდება ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე. წინასწარ გაფრთხილდებიან კანონდარღვევები, რომ თავად მოახდინონ დემონტაჟი და გადატანა ამ მიტოვებული კონსტრუქციების. წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია იტოვებს უფლებას, რომ თავად გაუკეთოს დემონტაჟი და გადაიტანოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის საწყობში. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება. ქუჩებში ჩართობა საახალწლო ილუმინაციებით. მთავარი ლოკაცია რესპუბლიკის მოედანია. საახალწლო ღონისძიებები 27 დღის განმავლობაში 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისის მერია მრავალფეროვან ღონისძიებებს გეგმავს. თემაზე დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. 12 დეკემბერს განათდება ჩვენი ულამაზესი თბილისი. პარალელურად სამუშაოებს ვაწარმოებთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც განთავსდება საახალწლო ნაძვისხე და ასევე საახალწლო სოფელი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ სასიამოვნო გარემო და ისეთი სიტუაცია, რომ თითოეულ იქ მისულ ადამიანს, დიდს თუ პატარას ეს სიამოვნოს და იყოს შესაბამისი განწყობა. ამიტომ 12 დეკემბერს საღამოს 20 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ავანთოთ ქალაქის მთავარი ნაძვისხე. გარდა ამისა, როგორც გითხარით, გაიხსნება საახალწლო სოფელი, გეპატიჟებით ყველას. ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ფორუმი 2025 ღონისძიებაში მუნიციპალიტეტებიდან 500-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. 4 საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ისინი განათლების მინისტრმა დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალური ცხოვრების განვითარებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდული პროგრამების შემუშავება განვითარებაში, ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფაში მუნიციპალურ დონეზე. გულოცავ 4 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საბჭოს ამ აღიარებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამატებითი სტიმული იქნება კიდევ უფრო მეტი ახალი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ქუთაისის მუნიციპალიტეტი გახდა გამარჯვებული მუნიციპალიტეტი. ეს იყო ჩვენი წლევანდელი მიზანი. მივაღწიეთ მადლობა ახალგაზრდობის სააგენტოს, განათლების სამინისტროს. იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ნიუ-დელიში ორგანიზაციის მთავრობათა შორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. კულტურის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ იუნესკოს გადაწყვეტილება არის ქართული ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნის და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება. ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა და ვალდებულება, რომ ამ არამატერიალური კულტურული ელემენტის სიცოცხლის უნარიანობა დაცული იქნება. ამ ბუნებრივი მოცემულობიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მხოლოდ ქართულს გარეთ სხვა. გამოსადა დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში. ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი ვანდერლასტი ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. საშემოდგომო ნომერში გამოქვეყნებული სტატია ბათუმის ტურისტულ ადგილებზე საუბრით იწყება. აღწერილია ადგილობრივი სამზარეულო, აჭარის სამთო სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტები და ვრელობილიკები. პოპულარულმა ბრიტანულმა გამომცემლობამ ვანდერლასტი, რომელსაც მილიონობით მკითხველი ჰყავს, მოამზადა სპეციალური სტატია, რომელშიც რეკომენდაციას უწევს საქართველოს აჭარის რეგიონს, როგორც სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას. აღნიშნული პუბლიკაციები ჩვენ გვეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტ სამიზნე აუდიტორიას მივაწოდოთ ჩვენი უნიკალური ბუნებრივი შესაძლებლობების და როგორც ტურისტული მიმართულების შესახებ ინფორმაცია და უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი მოვიზიდოთ.
სპორტის მინისტრმა იაპონიაში სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრები შედგა იაპონიის ფეხბურთის, კალათბურთის, ჭიდაობის და საციგურაო ფედერაციების წარმომადგენლებთან. მთავარი თემა იყო თანამშრომლობა და იგეგმა ერთობლივი პროექტები. დავსახეთ ერთობლივი ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს სასწავლო საცვლელ პროცესში სამეცნიერო და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, დანერგვას. შევთანხმდით სპორტსმენთა, მწვრთნელთა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ღონისძიებებზე, ერთობლივ სასწავლო საცვლელი პროცესის გამართვაზე, როგორც საქართველოში, ისე იაპონიაში. მინისტრთან შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო ორივე მხარისთვის. ერთმანეთს გამოცდილებები გავოზიარეთ. მინისტრმა შემოგთავაზა, რომ მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში ფეხბურთის ტურნირში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და ბედნიერები ვიქნებით თუ ეს გამოვა. დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე რუსავი 2.G კურიერი კი გემშვიდობებად სამამდე. დროებით.